თქვენ ავტომობილში სრული კომფორტისათვის დამიჯერეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მანქანის ვიბრო და ხმის იზოლაცია. უდიდესი პრობლემა არის თანამედროვე მანქანებში. ძალიან თხელი თუნუქი პლუს არ არსებული რაღაცა გამოგონილი ქეჩები, რომელსაც ძირითადად გადამუშავებული მასალებისგან იყენებენ. წარმოიდგინეთ, ახლა ნაგავში გადაყრილი ნაგვისგან რა შეიძლება რომ ადამიანმა გამოადნოს ისე რომ იქიდან მერე კომფორტული იყოს, სუნი არ აუვიდეს და მოკლედ საშინელებები ხდება ახალ მანქანებში. და მერე ესე ბლაყუნობენ. ნახეთ როგორ ხმაკ გესმით, ხო? კიდე უკეთესად გავტესტავთ ცოტა ხანში, მაგრამ მე მინდა ამ იზოლაციაზე ცოტა მეტი გესაუბროთ. ძალიან კარგად გაკეთებული იზოლაცია საქართველოში იშვიათად შემხედრია. ჩვენც ვერ ვაკეთებთ ამას წლების განმავლობაში ისე როგორც საჭირო არის, მაგრამ ნელა დროთა განმავლობაში დავიხვეწეთ, შენიშვნები მივიღეთ, ლიტერატურა წავიკითხეთ მათ შორის, ვისწავლეთ და უკვე ჩვენი მნიშვნელოვანი იზოლაცია კარგი ხანია ცდება იმ დადგენილ სტანდარტებს და ნორმებს, რომელიც საქართველოში არის მიღებული. მარტო აიღო რაღაც გუდრონის შემცველი მასალა და ააკრა მანქანის კედელზე, ესე არ არის. ეხლა მოდი მე თქვენ გაჩვენებთ რამხელა სხვაობა არის ნორმალურად გაკეთებული კარების პირველ ზონასა და დავუშვათ საერთოდ დაუმუშავებელ კარებს შორის. ეხლა ავიღებ მიკროფონს, შეხედეთ და მოდი დავაბრაყუნოთ ეს. ხედავთ ხო ძალიან უყურეთ მაგ რა. ეხლა შეხედეთ აქ რა ხდება. კარგი დოლგარმონი გაჭარბი ცება თუ გინდათ. კარგად ჩანდეს. შეხედეთ. აბა სეკვაზე მეორე ხო დაუკრავდა. ეხლა გაიგებდა და ვერ შევედი. ეს შორის. ეხლა ეს არის იზოლირებული. ეთყობა ალბათ კიდევაც წესით როგორ გამოჩნდება ვიდეოში. ნახავთ თქვენ ჩვენ არ დავამონტაჟებთ და ხმას არ დავუმატებთ. დანარჩენი შეფასება თქვენთვის მოგვინდა. თუ გნებავთ თქვენ მანქანებს, კომფორტი დაუმატოთ და იმ გადახდით $150,000 არ მოყვებოდეს შრიალი და გაბუჭებული ტელევიზორის ხმა, მე გირჩევთ რომ შრომაიზოლაცია გააკეთოთ. არა მარტო ჩვენთან, ნებისმიერ ადგილზე, სადაც იციან როგორ კეთდება ეს. 5 minutes later. მოკლედ უნიჭო მედოლეს ავით აპარტყონებდი ხელებს, ვაგერ უჩამეონება და თავიდან უნდა შევამოწმოთ იზოლაცია ისე რომ აღარ შევეხები მე მიკროფონს. ეს არის სადაც დამუშავებული არ არის, ნახეთ. გესმით ხმა და ეს არის სადაც დამუშავებულია რა. კიდე ერთი რომ მე თავიდან აღარ ჩამაწერინონ, აი. და. კაი ხმა გადაფარავდა.